აფხაზეთის ომის დროს დაღუპული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდის სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. 12 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, დანარჩენი 5 კი ოჯახის გადაწყვეტილებით საკუთარ სოფლებში გადაასვენეს. მებრძოლთა იდენტიფიცირების პროცესი 23 წლის შემდეგ დღესაც გრძელდება. 23 წლის შემდეგ ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს აფხაზეთის ომში დაღუპული 12 სამხედრო მოსამსახურე. ჩემი ხელით ჩავასვენე, ჩემი ხელით მოტეხილი ხელი გავუსწორე. ტარიელ მაისურაძემ საკუთარი შვილი 23 წლის წინ საკუთარი ხელით მიაბარა სოხუმის მიწას. ის ერთ-ერთია იმ მშობლებს შორის, რომელიც ომში დაღუპული ვაჟის აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებას წლებია ელოდება. გვენატრებოდა ჩვენი შვილით, მათი საფლავებით, მათი ნახვაც, მათი სურვილი იყო სიცოცხლე, მაგრამ სიცოცხლე მტერმა მოუსპო. 17 მებრძოლის ნეშთი ოკუპირებული აფხაზეთიდან წითელი ჯვრის დახმარებით გადმოასვენეს. ომის დროინდელი სამარხები სოფელ გუმისთაში, კოჩარაში, ვარჩეშსა და ოდიშში გაიხსნა. გმირების მშობლებს 23 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება ემოციების გარეშე დღესაც უჭირთ. 18 წლის იყო შვილო და 42 წლის არის ახლა დედა. ტამიში დაიღუპა, შავნაბადის ბატალიონში იყო შვილო. გვეღირს რომ ჩვენ ღირსეული პატივი მივაგოთ ღირსეულ ვაჟკაცებს, ჩვენ მამულის შვილებს. ჩემ შვილებს მამის საფლავი მაინც ეგნება. ვიცი რომ არაფერია ამაში, მაგრამ მაინც საფლავი ხო მაინც მეკნება. დაღუპულთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე უშიშროების საბჭოს მდივანთან და მრჩევლებთან ერთად მოვიდა. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ ტრაგიკული ომის გმირებს და მსხვერპლებს. მადლობას უხდით მათ ოჯახის წევრებს ასეთი შვილების გაზრდისათვის. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. გარდაცულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის ხელმძღვანელმა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამ ბიჭების სახელის წინაშე ჩვენი ღირსეული ვალდებულებაა, რომ ეს მიწაწყალი ჩვენი საქართველოსი, ჩვენი იდენტობის ნაწილი არასდროს არ დავივიწყოთ. დევნილთა და განსახლების მინისტრის ინფორმაციით აფხაზეთიდან დაღუპული მეომრების ცხედრების გადმოსვენება კიდევ იგეგმება. დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი უკვე არის ექსჰუმირებული და რომელთა იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. კლიანობაში პროცესი გრძელდება, რაშიც ძალიან დიდი დამსახურება აქვს საერთაშორისო წითელ ჯვარს. აფხაზეთის ომი 13 თვეს გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად ოფიციალური ინფორმაციით დაიღუპა 30,000-მდე ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ამ დრომდე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი შეიძინა. უგზო-უკლოდ დაკარგულად კი 2,000-მდე ქართველი მიიჩნევა.